ეგრე რამდენია? აუ, ეხლა ეგრეც არ გვინდა. ყიბულში სისხამდილით, აგერ კაი ხალხთა რა გვარი ბრძანდებით? პირიკაშვილი, დავით პირიკაშვილი. თქვენ გაიხარეთ. მაგრად იყავით წარმატებები და ბედნიერი დღე. მადლობა. ოშო, შენი პირი. აუ, შეკაცო, მოგეწონა. შაური. დილიდანვე გახსენებთ, რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ, ზარისღილაკი უნდა დააყენოთ. ყველა ის ვიდეო, ყველა ის კარგი ვიდეო, რაც შეიძლება რომ ჩვენ ჩავწეროთ, რაც შეიძლება მე რომ ჩავწერო, ყველაფერი თქვენი დახმარებით ხდება, ყველაფერი თქვენი ლაიქებით, კომენტარებით, აქტიურობით, ყველაფერი თქვენის დახმარებით ხდება და ძალიან გთხოვთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ და აბა დავიწყოთ რაჭული თავგადასავლები. ვახ, შენ გენდაცვალე. აი ეს არის სილამაზე, ხალხო. აი ეს არის რაჭა. შაორი, სადაც აი შაორი არის სარკე რაჭის მთის და ბარის, რაჭის სილამაზის, რაჭის სიყვარულის, რაჭის ერთგულების და რაჭველების ერთგულების თავიანთი კუთხის მიმართ. აი ეს არის დაუვიწყარი სილამაზე და თან ამ პერიოდში, ამ ლამაზ პერიოდში შემოდგომაზე ალაგ-ალაგ მწვანე, ალაგ-ალაგ ყვითელი, წიწვოვანი, ყველანაირი ხე გარსარტყია. ყველანაირი სილამაზე გარსარტყია ამ ლამაზ წყალსაცავს და დღეს მოვედით შაორზე დავისვენებთ სანამ ჩვენ ბოლო ლოკაციაზე წავალთ სოფელ თლუღში სანამ მივალთ შაორზე დავისვენებთ შევეცდებით რომ დავიჭიროთ თევზი თუ თევზი ვერ დავიჭირეთ შამფურზე აუცილებლად შევწვავთ სულგუნს ცომში გახვეულს იმ ცომში რომელიც ლამაზმა და მაგარმა ხალხმა კვაჩუკა იქ ტყიბულში პაშაძე ამზადებს სათევზაო მოწყობილობებს ანკესებს აბა პაშაძეა როგორი განწყობით ხართ შვენიერი წარმატებებს გისურვებთ წინასწარ პირველად ვარ შაორზე ნახოთ შაორზე პირველად არის პაშაძეა და ამიტომ უფრო მეტად სჭირდება წარმატებები და გამხნევება ჩვენს ძვირფას მეთევზეს ამასობაში მე პაშაძე ავაწყობ მაყალს მოკლედ გზად დავგეგმეთ თევზაობა პაშაძეას სათევზაო მოწყობილობები ჩვენი მაგარი ანკესები ყოველთვის მზადყოფნაში აქვს ყოველთვის მანქანაში აქვს ამიტომ გზად რომ მოვიფიქრეთ ეს თევზაობა და თევზაობის განმავლობაში ყველაზე მარტივი მოსამზადებელი რა შეიძლება ყოფილიყო მოვიფიქრეთ ის რომ გვეყიდა სულგუნი გვეყიდა ცომი, გამზადებული ცომი და კვერცხი რამოდენიმე ცალი, რომელსაც მე სულგუნს წამოვაგებთ შამფურზე, გადავახვევთ ცომს თავზე და წავუსვებთ კვერცხს. აი ეს არის ყველაზე მარტივი რეცეპტი, რაც შეიძლება რომ ეხლა ამ სიტუაციაში თევზაობის დროს მოიფიქროს ადამიანმა და თქვენ სცადეთ, მე მგონი არ გამოგვივა ცუდი. მე გემოსაც ისეც გამოვიყვანთ, რომ გემოც კი იგრძნოთ. აქედან აქ შეიძლება და თქვენი რეკლამა ყოფილიყო. სადაც ეს ნახშირი დევს ეხლა და რგვალი პატარა თავის სულგუნი გვაქვს. გავჭრით ASE შუაზე. ASE. საველე პირობებში ყველაფერი გემრიელია და მე ავიღებთ შამპურს. ამ შემთხვევაში ავაკეთოთ ASE. და გავჭრით შუაზე შამპურებს ჩავჭრით შუაზე ავწელოთ ცომი შემოვახვიოთ სულგუნს ესეთი ამას ეძახიან ხაჭაპური შამფურზეო, მაგრამ ჩვენ გავაკეთოთ და დავარქვათ
მეთევზეების ხაჭაპური. ო, კარგი იქნება, კაი სახელი გამოვა, პაშაძია. ჩვენიერი. მეთევზეების ხაჭაპური. ან ხაჭაპური, არა, კაია. მეთევზეების ხაჭაპური, აი. წაუსვათ კვეცხი. ო, პაშაძია ისეთია. დარჩენილი სულგუნი, რაც დავქჩათ ეღან. აი ესე თხლად ჩამოვაჭრი და დავადებ გარედან. აჰა, ამას ველოდი, აი ამას. აი ამას ველოდი, აი ამას. აჰა. აი. აჰა და ზევიდანაც ხო გვაქვს სულგუნი. ვაიმე, პაშაძია. კარგია. სასწაული გამოვიდა. ბედო. მეთევზე ბატონო. აი შეხება წამი, აი ეს. ხანისიც მიაყოლეთ. შეხი, წვენი გამოდის აქიდან მეორე. სულთან უნდა გატარო სათევზაო. არ არის პრობლემა. ავალო და გაგიხო. კი ბატონო. აჰა. ბიჭო, შეხე. აპა. აი ეხლა აქ დღეს ამ სიტუაციაში ესე სპონტანურად რომ მოვიფიქრეთ თევზაობა და პაშაძიაც რომ ჩვენ გვერდით აღმოჩნდა დღეს და გინდა თუ არა შევიდეთ ვითევზაოთო და ჩვენც ისე ხوار ვიზამდით ეხლა რომ არ გამოვყოლოდით და აი ესე სპონტანურად თევზაობის დროს ამ ხელას დაიჭერთ კაცი მალადეც ყოჩაღ პაშაძია რა ჩაგეთვალა ოქრო ხარ ეხლა ოქრო და ოქროს თევზივი და აქ რაღაცეები და აი ამ ლამაზ კუთხეში აი ამ ლამაზ გარემოში პაშაძიას გაუმართ ჯოს როგორც ექსპრომტად გადავწყვიტეთ თევზაობა დღეს და აი გზაში რომ პაშაძიამ გადაგვაწყვეტია რომ უნდა ვითევზაოთო აი ესე ექსპრომტად გადავწყვიტა ეხლა ამ წუთში პაშაძიამ რომ თქვენო წადითო რაც გქონდათო დაგეგმილი რომ ის მამა პაპური რაჭული კერძებიო გაამზადეთო ის ტრადიციული კერძებიო და დანარჩენიო მე გამომიარეთო და პაშაძია მოკლედ რა ვქნათ აბა მე ვჩები აქ თქვენ მიდიხართ თქვენ საქმეებზე უკან გზაზე გამომიარეთ თუ გამომივლით და წამიყოლეთ თუ არა და წადით თბილისში მე ჩამოვიდე დროებით აბა კეთილი მგზავრობა აბა წავედი მოვედით ნიკორწმინდა მხოლოდ კულტურული ძეგლი არ არის ნიკორწმინდა არის ადგილი სადაც ერთიანდება ყველანაირი რაჭული ტრადიცია ქართული ტრადიცია და თითქოს დრო ჩერდება რომელიც ყველაფერს თან გვასწავლის რაჭულს ქართულს ნამდვილ ტრადიციულს მაქვს კერძ მიდებული ქნარი როგორც მინდა ჩემთვის დიდებული სხივი გამოვწყინდა კვიდრა დააშენა ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა ეს თქვა იმ კაცმა თქვა ისეთმა პოეტმა რომელსაც საერთოდ ნანახი არ ქონდა ნიკორწმინდა და აი აუღწერეს და აი ზუსტად უცხო არ იყო გალაქტიონი ქართველებისთვის მაგრამ უცხო იყო ნიკორწმინდა გალაქტიონისთვის და ისე დაწერა ისე მიუძღვნა ეს ლამაზი ლექსი
გამარჯობა ხალხო. დავით გვენცაძე. ჩვენი მასპინძელი, როგორ ახართ, შემოძმაო. ბერგერი იყო ჩვენი ფეხი. დავაშევანელი. იცოცხლეთ მოგესალმებით. ხომ ხართ მაგრად? როგორ? რა ქვია ამ ლამაზ კუთხეს კი ვიცი სოფელს. კოტეჯი კიდობანა. მოგზანდი დაათვალე. გაიხარეთ. ხო ხედავთ ხალხო. ხო ხედავთ, რა სასწაულ ადგილზე მოვედით. ღირდა ყველაფერი ამად და იცოდეთ, ყოველთვის გვირდებით ესეთ ლამაზ ვიდეოებს, ესეთ გიჟურ ვიდეოებს და აბა გამომყევით და არ დაგავიწყდეთ. დალაიქეთ, გამომყევით და წავედით. მოგესალმებით, სერბადრის გემოლოგი ისევ და ისევ თქვენთან არის. როგორც მოულოდნელები დაიწყო დღევანდელი დღე, რომ პაშაძიამ შემოგთავაზა, რომ აუცილებლად უნდა ვითევზაოთო, მივედით შაურზე, ვითევზავეთ. გამოვიარეთ ნიკორწმინდაში და ეხლა ვიმყოფებით არაჩვეულებრივ სოფელში, ვიმყოფებით ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუხში. კოტეჯები კიდობანა, ესე ქვია ამ ლამაზ გარემოს. დღეს მინდა შემოგთავაზოთ რაჭული ტრადიციული კერძები, დღეს მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე მაგარი კერძები, რაც კი არსებობს ალბათ რაჭაში, ამასობაში ხურდება აქით თონე, სადაც ცეცხლი ჩავანთეთ, სადაც უნდა გახურდეს აუცილებლად და მე მიუბრუნდებით თონეს, მანამდე კი დანაპირებს ვასრულებ ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში ჩემო რაჭველებო, მე თბილისში როცა გავაკეთე შქმერული, მაშინ შეგპირდით რომ გავაკეთებდი რაჭაში შქმერულს და აი მოვედით ამ ლამაზ სოფელში და აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ პირველ რიგში შქმერული, უნდა მოვხალშოთ რაჭული ლორი, უნდა გამოვაცხოთ ლობიანი თონეში და დანარჩენს სული და გული ჩავახსოვთ აი ამ ლამაზ ღვინოში, აი ამ ლამაზ სასმელში. ეს არის როგორც ოჯახმა, როგორც ჩვენმა ივეტამ გითხრა, ივეტასაც გაგაცნობთ, ეს არის ხვანჭკარა, ნამდვილი რაჭული ხვანჭკარა. ამასობაში კი დალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. მე დამეხმარება რაჭველების რძალი, ჩვენი ივეტა მოვძანდი გენაცვალე. ივეტა არის იმერელი ქალბატონი, რომელიც ზესტაფონიდან, რომელმაც არაჩვეულებრივად იცის რაჭული ტრადიციები, ახლა იმერულ ტრადიციებს აღარ ვიტყვი და აღარ შევეკითხები და იმერეთში რო ჩავალთ, მე მაგასაც ძალკე განვიხილავთ. აი რაჭული ტრადიციები ალბათ ბარეორმა რაჭველმა რო არ იცის, ისე მოგვიყვა წეღან და მე გზადაგზა ჩავეკითხები და მოგვითხრობს აუცილებლად ივეტა გემრიელობებს რაჭის კერძებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩემო ივეტა, მე როგორც ვიცი, თქვენი ოჯახის არის ეს ხვანჭკარა. ხვანჭკარას ამხელა ტრადიციები აქვს და რა რაჭაში, ეგ მაგას კითხვა არ უნდა და ივეტა მითხრა, რომ აუცილებლად რაჭაში შქმერული კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ქათმით, ნივრით და ქათმის ქათმის შემწვარ ცხიმში ნიორი უნდა ჩავაყაროთ და მხოლოდ წყალი და მე დავასხამთ. არავით არის ნაღები არაფერი. ძალიან კარგი. პირველ რიგში შემოივეტა, ეხლა მე თქვენი ოჯახის ლორი, ესეც მე როგორც ვიცი, ეს არის ცოტა საკმაოდ დიდი ნაჭრებია და დავჭრე ხა ამ ნაჭრებს და ამ ლორის ტექნოლოგია ეხლა როგორ დაახლოებით როგორ ხდება, რომ ვიცოდეთ, რამდენი ხანი რა, როგორ ასე თავად ფელიქს ეძახიან, რომელიც არის უკვე გვერდი რა, რაცა და ამარი ფელიკი, ხო? ხო, ფელიქს ეძახიან, რაჭულად ესია ხო თაზო? კი. ფელიკი ამარილებენ 10 დღის მერე ატრიალებენ მეორე გვერდზე. აჰა. კიდევ ასე და ამოკიდებენ, ანუ დაკიდებენ, რომ ჩამოწდეს სისხლი აქ ყოველთვის. გამოშრეს. და დაშრება. შემდეგ უკვე გვაქვს სპეციალური საბუნებელი, მაგალითად მიდი გვაქვს ასე ჩამოყალიბდა. ქვევიდან ბუხარი ხო? პირდაპირ მიდის ისა ყვამლი ხდება? და მე უკვე თავის დრო მოვდეთ, ხე გამოშვებით თუნთებს და ლორი მიდო არის ისა ჭრელებული. აჰა. ჭრელი რო არის. აი შეხე. ეს უნდა ჩავყაროთ ცხელ წყალში, ადუღებულ წყალში და სხვა მეტი არაფერი, ეს ტრადიციულად ესე ხდება. ჩავყაროთ. დაახლოებით ივეტა რამდენი ხანი უნდა მის მოხალშვას? ლორის დიდი ხანი უნდა, მაგრამ ეხა შუა ცეცხლზე როცა იხაშება, უფრო სწრაფად ხდება. ახლა შუა ცეცხლია და სწრაფი არის შუა ცეცხლი. ძალიან კარგი.
ეხლა კი მოვამზადოთ შქმერულისთვის, ტაფას ღია ცეცხლზე დავდგამთ. სპეციალური სამფეხი გვაქვს. და აი ესე დავდგათ. ამას აუცილებლად გავჭრით შუაზე. ივეტა მოკლედ წეღან გითხარი რა და ეხაც გეტყვი რომ ჩემი ბური ისა მაქვს რა ქვია მარილის მოყრა. მარილის მოყრა ისა მაქვს სტილი მაქვს ჩემი. აი ესე გვედულად რა. ეს მაქვს ჩემი სტილია რა. ეს. უნდა დავამარილოთ. დედალი აი ესე. ესე, ეხლა ამოვატრიალოთ. აქიდანაც მოვაყაროთ. ეს არის სერბადრისეული სტილი მარილის მოყრის. თუნდაც გაიმეორე. გვერდულად ოღონდ, გვერდულად. აი ესე. всё, აი ეს არის და ეს. ჩვენ დავდებთ ცხიმს. აფაზე. და გავღვება. და რო გავღვება, გავუშვებთ დედალს. ამასობაში ახლა ჩვენ დავდოთ ჩვენი დედალუკა, ამას მე. არა, ავი აქ ისეთი. ოჰოჰოჰო. როგორ შიშხინებს. აი ახლა სინჯინე დავადეთ. ამასობაში ახლა ჩვენ რაჭულილორი ჩავაგდეთ მოსახალშად. შქმერულისთვის ტაფაზე დავდეთ უკვე ქათამი, დედალა და გადავდივართ როგორც მაკა, როგორ აი იქ საქმე. მოვიდეთ უკვე? გადავდივართ პირველი მიკრა უნდა მივაკრათ ლავაში. ყურები. მოიგრე. აბა მოვედი. მოგესალმებით, ნაჭი. აი ხარეთ ქალბატონი მაკა. ნემსიწვერიძე გახსოვს? ქალბატონი მაკა ნემსიწვერიძე უსაყვარლესი ადამიანი მე ბავშვობაში მახსოვხარ ქალბატონი მაკა ბავშვობიდან და ჩემი უსაყვარლესი ოჯახის ნათესავი. სხვათა შორის მე ამ სოფელში ვისვენებდი ზაფხულობით ჩამოდიოდი ხოლმე როინიშვილების აგერ ჩვენი ივეტას ოჯახში. ეხა დავიწყოთ მაკა როგორი რა სიტუაცია გვაქვს აქ? ჯერ გამოვაცხობთ ლავაში. მაგრამ ძალიან ცხელი არის თონე ლობიანისთვის ცოტა ისეთი ცოდვა არის ლობიანი ცხელთონში, გაგვიწევდება. ჯერ თავიდანა უმჯობესია რომ ლავაში გამოვაცხოთ. გამოცხეს ხო. აქ ასე არის. და ესე ლავაშები, პატარა ლავაშები და მე რომ ისო გამოვაცხობ. შემდეგ ჩვეულებრივი ტრადიციული ლორიანი ლობიანი. აჰა, ლორიანი ლობიანი. დამზადებული არის ცონ. აი, ეხლა მე ჩამაკრევიეთ მაკა ის რა ქვია, ლავაში და მე ერთი მაგარი რაღაცა უნდა ვთქვა, თქვენ დაიწყეთ და მე აღარ გააგზელეთ, მაგრამ ვიტყვი რომ იქ აუცილებლად. მოდი, აი, ეხლა პირველი თქვენ გაამზადეთ. მე გაგიმზადებ და თქვენ უნდა მიიღეთ. კი. ანუ არაფერი ამე ის არ უნდა, ხო? არა, უნდა იოლია არის ძალიან იოლია. აჰა. ისე მოვიქნიო და აქეთ მოვაკ. აბა. ო, აი. აი, всё. დიდი. აი. ოპა. ეგ არის და შენი ჭირიმე. აი, всё. აჰა. ეს მაგარია. ხოლმე უშდეს დანას მოვარტყავთ ხოლმე. კაი, ეხლა ერთს კიდე მე ერთს მივაკრავ კიდე და ლობიანზე კი. ეს აპარატები. აა, ეგ მინდოდა მე რო გამეკეთებია, მაგ აი ეს. ჩომ მოგიხერხდება? ეს ველაპარაკები ცომს. ველაპარაკები ცომს. მე და ცომი ვარ ცოტა შოლს ერთმანეთთან, მაგრამ მე დაწუნებული ვარ. მე ამას კი არა. ვის არა ველაპარაკე, მეგრელი კაცი. აა, всё. ტრადიციული კუდი უნდა გავუკეთოთ. აა, ტრადიციული კუდი. აი შეხო, აი ჩოგანის ფორმა აქვს. ხო, ეგრე და აი ასე. აჰა. მოდი ასე დაგეთვალე, მოდი ეკითხარი ეს. აჰა. და ოპა. აჰა. ვინა თქვა სერბადრი მარიცისო. შქმერულის ისტორია გაინტერესებდა ეგ იყო. ამ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადრე ალბათ და ხმერელი ხალი ელოდებოდა სტუმრებს. მაცივრები არისო, არაფერი არისო და ეს გამზადებული ხათმები ცოტა ბოდიში და სუნი გაუჩნდა ხათავს და
მოძველი დამასობაში. ხო, სანამ რაჭველი სტუმარი რაჭველს ესწონა მოძველი და რაჭველი. რაჭველი ხათამი გახვიჩა. ახლა კვირანხევარი რომ უნდა მისვლას. რა უნდა მოიფიქრებია მის გარდა არაფერი არ იყო ახლა ოჯახში, ძველი ოჯახი იყო და გააკეთეს, აი ნიორი დანახა გასუფთა, ჩვეულებრივად გამზადა და ყველაფრის გარეშე არც ნაღები, არც არაფერი შემწვარ ხათმებს იმას საქმე. გადაუვ. ჩააწყო და ეგ რადგან შქმერელის გაკეთებული იყო, გამოვიდა შქმერეული. და იმითი დაუმალა იმის გემო და სუნი და ყველაფერი და გამოვიდა არაჯოლები კეთს. არა, ჩვენ ეგრე, არა ეგრე. ჩვენი უფრო თანამედროვეა. ჩემ თვალწინ დავკალით, ჩემ თვალწინ გავამზადეთ ქათამი და ესე ასე რომ სანდო იმით არის. ეს იყო ტექნოლოგიებთან მევატკინე ფეხი. ეს იყო ცოტა ისე ადრე. რამდენი წლიდან დაახლოებით თქვენ რამდენი წლიდან აი თქვენი შვილიც აქ არის და რამდენი წლიდან იცით ამის მიკრა? 12-13 წლის ვიყავი, უკვე პირველად რო გამოვარდი. თქვენ ლეჩხუმიდან ახალ? მე ლეჩხუმიდან. რომელი სოფელია? ტვიში. ო, შენ გენაცვალე ტვიში. ეს არის ტვიშის სოლიკაური ბრენდი. როგორ არ ვიცით? ტვიში იმის რიონის სანაპიროს კი იმის. ბატონო, რიონის პირზე. რიონის სანაპიროს. კი ბატონო. ძალიან კარგი. ეხლა მაგრამ მაინტერესებს გალბატონო მაკა. იმას ლობიანი. ლობიანის შიგ თავსი როგორ მზადდება? ლობიანი ხარშავთ ლობიოს ხო. და რა თქმა უნდა ხორის ქონი. უმარილო, მუცლის ქონი. მუცლის ქონი, უმარილო. იმიტომ რომ ეს არის ტრადიციული ახლა კეთება ზეთით, რაღაცები ესეთები არის, მაგრამ ტრადიციული რაჭული რაც არის ხორის ხონით გაკეთებული. მუცლის ხონით გაკეთებული. ახლა შეზავებული გვაქვს, გაკეთებული გვაქვს. ასევე გამომცხვარსაც. ესმევა გავხსნა. აი ეგ მახსოვდა მე ხო. ისეთი არომატი და ესეთი სუნი მოდის. აი მე მგონია რომ გძნობთ იქით რა. უცხო მამაკაცებს ზოგადად ბებიები რო აცხობდნენ თონეში, ანუ ან სხვა რო შემოესწრებოდა, თვალი ეცებოდა პურს რო აცხობდა ჩაგვიმარდებაო. ეს ტრადიცია ჰქონდათ, ხო და არ ახედებდნენ თორნეში. უცხოს არ ახედებდნენ. ეხლა აი მე ეს უნდა გავსინჯო აუცილებლად ისა მაკა. აი ისეთი სუნი ამოუშვა და ესეთი გემოექნება. ეს არის ხორის ქონით გამზადებული, შემოგარგო. აუ. ეს რა არის? შაურსო. ხო. ეს უჭამოაშლება? როგორ ვიცი რა უხდება? აი მინდა. აი მე ყველი და ისა, თონეზე, იცი თონეზე. აი ეს და ყველი და ყველაფერი ერთად? ყველი და ვინო, ეს პირველ სადღეგრძელოს წოდებაში არ დამილებია ბოდიში. არასოდეს წოდებაში არ დამილებია თონესთან ღვინო. ხო, ეგ არის. სადღეგრძელო არ მithქვამს, არასოდეს და ეხავე მოვიდა. ღვინო და ყველი. კი ბატონო, გავსინჯოთ ყველაფერი. კი ბატონო, არ არის პრობლემა. როგორც ამბობენ, უყვართ ხოლმე და თქვენ როგორ მოგეწონებათ ეგ? სხვა საკითხია გეთი. ზოგადად ლობიოსთან შავი ღვინო მიყვარს და ეხა ხვანჭკა და ხო? შავი ღვინო უხდება, ხდება, ხო, შავი ღვინო ზოგადად უხდება. თონესაც უხდება, იცი? სანამ სადღეგრძელოს ვიტყვი, მანამდე ერთ ლობიანს მეც მოვახვევ, მე რომ გავამზადოთ სასაკრებო. პირველი მოხვეულის და ლობიანის სადღეგრძელო. კი, მაგას აი ზუსტად ეგ თემატიკა მქონდა, ეხა მე გამიზნული და მოდი ნახე და აი სპიდეებით შემოყევი. აჰა. აი. როგორ ხინკალს ახვევი? ხო, რა, ხინკლის ვარიანტი ხა მე. ხინკალი ხო იცი? უშელების იძევა და ეხა ხინკალი. უნდა იცოდი. კი ბატონო. არა, ესე ხაჭაპურის გამომიწვია მე და არა, ხო, კუბდარიც. კუბდარიც გამომიწვია. ლობიანი არ გამომიწვია. ხაჭაპური გამომიწვია, ხო, ხაჭაპურს უფრო ცხელი თონე უნდა, იცი? ხო, აი თონის ხაჭაპური. თონის მჭადი ბატონო. ჭადიც? ჭადი, ხო, ჩვენ რაჭაში იმდენად ეგ ლეჩხუმში რო გესტუმრებით, ტვიში, მე ბანძელაძეებთან რო გესტუმრებით, ბანძელაძეებთან მან გამოვაცხოთ აუცილებლად. ტრადიციული არ იყოს რაჭაში თონის მჭადის გარეშე. აჰა. ეს ხო სწორად გავაკეთე? კი. აი ესე გძლად. ჩემო ძვირფასო ადამიანო, ქალბატონო მაკა, ჩემო ივეტა და ძვირფასებო ყველას. მე მინდა ან ლამაზი კუთხის სადღეგრძელო დავლიო რა. ო, აი ეს აუცილებლად უნდა ნახოთ ჩვენო გამომწერებო, ჩვენო მაყურებლებო. კიტრები და მწვანილი. პატაძლის მოწმეული, თან ძალიან. კიტრები და მწვანილი. აი, აგენებს.
გაგიმარჯოთ, გაიხარეთ, თქვენს მარჯვენას გაუმარჯოს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყოველთვის. სულ აი ესე ხინის სუფრების და ბედნიერების სუფრების თონე გაგეცხელებიოთ, როგორც ითქვია. გაუმარჯოს რაჭას, თლუღს გაუმარჯოს და თლუღის თამადობით თელ რაჭას გაუმარჯოს. ფლუღელებმა იციან ჩვენიდან გადახედი საქართველოს დავლოცაო. აქედან თლუღიდან გადახედი საქართველოს. ეს ყველის თქვენი ოჯახის არის, ხო? ჩემი ნამზადი პირადად. ლობიას როცა ცხობან ხაჭაპლის თონის სულეთი არის, მაგრამ ლობიო მოდის ქვემოთ. და ეს არის მგვალებსაც ხობა, მაგრამ რადგან მეტი ცომი არ გვინდა ახლა აქეთ ულამაზო მე რაღაცნაირად, ესე ვაწყობ ხოლმე გრძელს. გასაგები. ლობია. წავიდეთ. კი ბატონო. ოა! დიდია თონე და გოჭი ერთში გოჭო. შენი ჭირიმე? შენობა უნდა გამოვიდრო. ვა, კაი გამოვიდა. მარა დავიწვი. გრილია უკვე. რა, გვიდან წამოიღო სიმხურვალე რაღა გრილი. გავესტუმრებიო. всё, უკვე წავიღოთ. წყალი. ეს რას უწყობს ხელს ხარო? მეწევს. აჰა, всё. всё, მოდი აღარ. კი ბატონო. მოდი აი ესე წამოიღება. აი ასე. ოღონდ ჩეთი მოდი. სად გვაგარგილი ხა? აგირმიაც. უიდე და მასე დაბლო? აჰა, ეგ საკმარისია. აჰა. ხაზო. ორი სახა, ხო? ა? 62. კარგია. ეს ოცნებაც ავიხდინე. ნამდვილად არასოდეს თონეში არ ჩამიკრია. ხელობია. აი ეს. ხან ლობიანი. აი, ეს გამომხარი ლავაში. ეგ როგორი ფორმაა? მაკა დაქტოვებ 2-3 წუთი მაპატიებ. დამელოდე ოღონდ ეს უჩემოდ არ ჩადო იმაში, იმიტომ რომ უნდა გავსინჯოთ ან ისე. კაი. ოჰო, ჯურუმე შენი. აუ, ივეტა რო განახა, ისე იბრაწება? აჰა. აჰა. მოკლედ მოვედით. ხორცანდი. აი ეს არის. ამას მე ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. ესეთ გემრიელია. აუ, სასწაულია დედას გებიცები. ეს ჩვენ ჩვეულები რო ნატურალური. აი ეს რა არის ბადო ნელ-ნელა ის თონის ტრადიცია ხო რაღაც მომენტი აი არის მომენტები რომ ქრება რაღაცნაირად იმიტომ რომ აღარ არის ისეთი აი, ხშირი უნდა მეკითხა მე ოღონდ ცოტა მე მაგრამ ეხა კითხავ. აი ხშირი აღარ არის თქვენ მითხრადითო 12 წლიდან ვაკრავო იმაში თონეშიო და ვიცი გამოწყობა. ანუ ეხლანდელი თაობა ვინც არის დარჩენილი სოფელში რა, ვინც არის აი დარჩენილი. ჩემი შვილები ხო, აი მაგალითად თქვენი თონეში შვილები. ვერაცხო ვერა? რატო? არ დავა რატო? მე თვითონ არ დავავარი რომ არა, დაუვარა ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს. თქვენ ღმერთმა დიდხანს გაცოცხლდა, უნდა დაუტოვოთ თქვენმა მშობლებმა, თქვენმა წინაპრებმა ხო გასწავლეს და ჩვენ მომავალთაობას უნდა ვასწავლოთ ეგეთი რაღაცები. აი რაღაცნაირად იცი შემდეგ აი მე ტვიში რო ჩამოვალ აუცილებლად გესტუმრებით. კი ბატონო ან იქ შევიკრიბოთ კი ბატონო იმ ოჯახში თქვენ სადაც ვიცით და შემდეგ შეკრებაზე იცოდეთ თონეში ლეჩხუმში აუცილებლად ჩავიბარებ მაგ დავალებას. რაღაცა იყო всё, მე დავიწყე ამის გაბრტყელება. მოდი საიდან გაბრტყელი იცი ბატონო მეორე. მიცვლით, აა, სამუშაო მხრიდან. ამ ხითვე უნდა მიაცხო всё. აჰა, მე წყალი მომაკ. როგორც მასწავლე. ბევრი არ გინდა არა. აქაი. ბევრი არ გინდა აქაი აქაი. მეტი აღარ გინდა აქ ბატონო არ გამიგეთები. всё, მიმაკ. კარგი წამოიღე ახლა შენ მაგის ქვეშ? ეს წყალი გამიწია? ბატონო ხუციტი ზეჯარი თონეში. იმედი არ ჩავჭები. ოპა! კენი, გავაკეთე. აი ეგენაც всё. მე ვერ ეს არის მუცლის კონი. იბათ. ვითაც ახლა გადავწყვეტ ამას და всё ესე ჩვენი ნამდვილი რაჭული ლობია აი ეს არის ნამდვილი ლობია აი, ეხა შემდეგს მე ამოვიხრი. კი გენაცველი მე ცოტა ცოტა აი ეს და ესეც მზად არის. აბა ნახე აი და ეს შეხები? კი მაგით მზადებს ჩაუნებდა გამოხსნა, ხო ხელი? მაგით არ მოხსნი და ხო, აი როგორ? ხოვიდან? აჰა, всё. კაჩერ მოწოდე კაჩერ და აი ჩამივარდეს. აი მეკუთვნოდა უნდა ერგო აუ. ბიჭო. ეს უეჭველი ჩემი ის არის. რა ფრამო მივიდა? ხო შენი მიწყობილია ჩემი მიკრულია, იმიტომ და ჩაგაირღვა ისა. აი ეს თვალები როა მართლა, ეგ თვალები. თვალებია
მაგიტო თქვი ლაპარაკოს მე თურმე ის ლაპარაკობდა. Всё, ეს საკმარისია, მოჭა ხო? ნახე ყველაზე გემრიელი და ნახე, აი ეს უნდა გაწყდეთ 100 ტონის. აი მიირჩით. ეს არის თქვენი ჭირიმე ხალხო? ბოშო, ქვეშენი ჭირიმე, დაგლოცოთ ღმერთმა. გაიხაროს ამ ტრადიციამ, აი თონერო გახურდება და აი ეს რაჭული ტრადიციები რო ასე ამოხეთქავს ყველაფერი და აი ეს ოხშივარი რომ მოდის თქვენ გაიხარეთ. აი სასწაულია და გავსინჯოთ ახლა. თონესთან ხვარაზდოს არ მithქვამს რომ დალაიქეთ, გამოიწერეთ და სარიზღილა კი არ დაგავიწყდეთ. თქვენ გაგიმარჯვოთ. ძალიან მაგარია. მაგა. სხაპლულია. დედაგებსები ცხოვრებაში მე ეგეთი ლობიანი არ მიჯამდა. არასოდეს მართლა ვაღიარებ, რომ არასოდეს არ მიჯამდა. შეიძლება აი მაშინ რა ქვია, საცხობში და რაღაც იმას კალაკური მაშინ, მაგრამ თონის ლობიანი მე ცხოვრებაში ეგეთი არ მიჯამდა. თქვენმა მარჯვენამ გაიხარეს. მეგლელები ამბობენ ხოლმე რომ დაგიბერდეს მარჯვენაო რა. აი ესე ამბობენ გაიხარეთ თქვენ. გაიხარეთ, შეგეგოთ, თავარია მოგეჭ. მაგარია. სხვა გარემოა აი თვითონ. ახლა სულ სხვა გემოერთება ხათახ შევიდეთ სახლში და წავიღოთ ეს და მივირთვათ არა ეს სულ სხვა. რაჭაში თონესთან რაჭულობიან სხვანაირი გემოა. შენი მივიდე. მოიცა არ დაიწვა ხელი, მოიცა. მე მივწდები, აგერ არა ვარ სერბადრი. აბაბა. მანამდე წავუსვათ. აკლია. უშუშარია ჯერ. უშუშარია. ასე რომ ჩემო ძვირფასებო აი შეხედეთ ეხა გავტეხავ თონიდან როგორც კი ამოიღებო ერთი 5 წამი აცალეო ესო აი აჰა აი ეს არის ეს არის რაცა რაც შეეხება თონეს აქ ზღაპრულად წავიდა ყველაფერი და დიდი მადლობა აი კიდევ ერთხელ გეუბნები რომ მადლობა თქვენ და ამ ლამაზ გარემოს ეს ცხოვრებაში არასოდეს არ გამიკეთებია მე და დიდი სიამოვნება მივიღე ამ ლამაზი ტრადიციით და მადლობა თქვენ გაიხარეთ. წავედით ახლა ჩვენ გადავალთ იქით შქმერულისკენ და შქმერულს და იმას რა ქვია ლორს გავხედავთ. გაიხარეთ დროებით მე შემოგიერთებით მე. კი გენაცვალე, გელოდებით. ლორიც გამზადდა უკვე. მოიხარშა. ამოვიღოთ ამასობაში. შქმერულის დედალაც იწვება. აჰა, კარგი. აი ეს არის ნამდვილი რაჭული ტრადიციული ლოდი სასწაულის უნია ბიჭო. ვაგემოვნოთ ესეც სანამ ყველაფერს ერთად მივუსხდებით. კი, მაგრა გემრიელად გამოიყურება. წეგან თონესთან ვაღნიშნე იმას გეუბნებით რომ ესეთი ლორი არ ვიცი ზღაპრული გემო აქვს მაგარია ძმაო მოკლედ შემოივეტა მე როგორც ვატყობ ეხა ერთი მაქსიმუმ უნდა არ შეიძლება ერთი 7-8 წუთი უნდა მეტი არა მანამდე ჩვენ ნიორი გავჭყიდოთ ხო ეგ არის თანმიმდევრობა რამე ხო არ მეშლება როგორც ივეტამ გითხრა მხოლოდ ნიორი უნდა შქმერულს კი ბატონო ნიორიც გავამზადეთ ველოდებით ქათმი შეწვას და უკვე 5 წუთში ამოვიღებთ ქათამს დავჭრით და მე ჩავალაგებთ სპეციალურ ჭურჭელში ქათამი შეიწვა შქმერულისთვის გადმოვიღებთ ხო ნიორი გამზადებულია გადმოვიღებთ დავჭრით ჩავალაგებთ ამ ტრადიციულ ქოთანში და მე იმ ცხიმზე გავაკეთებთ მოთუშვას ნივრის ერთი წუთი დიახ აჰა არგია ეს დროებით აქ დავდოთ არა არ დადო არა ხო
მოიცა? მოიწერეთ. უკვე დავიწყოთ. პირდაპირ აქ გავაკეთოთ, ხო? აჰა, ჩავაყაროთ ნიორი. წყალი უნდა. ი, დავამატებ წყალსაც. მარილი არომატისთვის. ეხლა ამას დავამატებთ ცოტა წყალს. კი. მარილს გემოვნებით. მარილს გემოვნებით. აბა მარილი ხوار და გავიწყე, როგორ უნდა მოვაყარო. მარილი უნდა მოვაყაროთ. აი ეს, მიდი. ოპა, აჰა. ეგ არის. მარილი გემოვნებით. სერბადრისეულად. ივეტა. დიახ. აბა წყალი. და რაოდენობა გავაკეთოთ. კიდე. ზომიერია, მაგ უნდა ატუღდეს ახლა. იგენაცვალე, ხა ცეცხლს შევუნთებ. გჭირდება ეს. ანა პირდაპირ ამას ჩავდებ. აი აქ ჩავდოთ პირდაპირ. კი. მეტი. დაშვები. კარგად. დავაი. ხუნებს და კარგი არომატი მოაქვს. საათი 40 ჩაი. ჩააწყობ. მოასხავს უდან ადუღებულ. ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია იმის. აი, ნამდვილი რაჭული შქმერულის ნივრის соуსი. соуსი მოასხავ. ამას მე დავახურავთ ქოთანს, თავს. შეერგოს გემო. და ჩვენი შქმერულიც მზად იქნება. ჩვენმა ზვიადი როინიშვილმა ამდენი შეწუხების მერე აი ესე პატივი გწვა კიდე გოჭი და გვახვედრა შემწვარი. და დავჭრათ ეხა გოჭი. აი ეს არის ქართული სტუმართმოყვარეობა, რაჭული სტუმართმოყვარეობა. ვინაცვალი ამ კუთხეს და თქვენს გირჩევთ ესტუმროთ ამ ლამაზ გარემოს. ამბროლაურის რაიონი, სოფელი თლუღი, კიდობანას კოტეჯები. ესე ქვია 64-ს დედამიწაზე 64-ს რაჭაში. გოჭუნა, ხო? ესე ეძახით რაჭაში, გოჭუნა. გოჭუნია. დავჭრათ ლამაზ ნაჭრებად და სუფრაც. რაჭული ურმარილი გაიშლება დღეს, რაჭული სტუმართმოყვარეობა იქნება და როგორ არის შეპიწყინებული, ხედეთ? აი. ამას ქვია გოჭის შეწვა. კიდევ ერთი სიმამაზე. და სიგიჟე. ღირსშესანიშნაობა ჩვენი რაჭის გამოქვაბული. თლუღი, სოფელი თლუღი. ჩავედით, აბა. ნეტა რა ხელაზე მიდის შიგნით, აბა? მაინტერესებს. ეს შუქებიც გავუკეთებდი. ოჩა, ჩემო ნატული, ქვევით არის მე ჩასასვლელი, აქ წყალი დგას ეხლა და დარჩენი დავიწყოთ. ოხრა მაგადია. რამდენი რაღაც სასწაული აქვს საქართველოს და განსაკუთრებით რაჭას და ეს ხო ბუნებრივია ყველაფერი კაცო. ხო და აი მაგასო ბუნებრივად ესეთი სილამაზე რო გააქვს, უნდა დავაფასოთ რა. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა დავაფასოთ ყველა საქმეში რა. ოიცა აქ ცოტა რობა დიდი ქვებია. შეგენაცვალე ბოშო ჭურუმე შენი. Don't magasa da shibijo giorguna. ეხლა კი მივდივართ სადაც გაიშლება რაჭული პურმარილი. სადაც იქნება რაჭული სადღეგრძელოები. ამ ყველაფერს თქვენ პირდაპირ სერბადრის არხიდან მოისმენთ. ასე რომ ყველგან გამომყევით, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ, კომენტარები დაწერეთ, რომელ კუთხის სამზარეულო გიყვართ, რომელ კუთხეში გიმოგზაურიათ ესეთ გარემოში, ველოდებით თქვენგან აქტიურობას და მიყვარხართ ძალიან.
ჩვენ მოსვლას და ჩვენ დავხვედრას მოუმოწოს. იცოდი. სიყვარულს და სიკეთეს შეგოხვედროს ღმერთო ყოველთვის. გაგვიმართ და ვიყოთ მაგრამ შემოგერდო ლალე რატომ არ ჩამაიარე მე რომ დაგიძახე ლალე აკა მე არ ვიცი მეორე შემოსულა შემოდგომა გიორგობისთვეო ყოვლადწმინდა ხოტევიდან ნიკოლწმინდა ქვემობარი ზემობარი ქოლოსი და მრავალძალი აგარა და უყეში ღმერთმა მოგცეთ ნუგეში თქვენ გაიხარეთ სლამარაგო ვინო ყველაზე სწრაფები მსოფლიოში ჩვენ ვართ რაჭველები ვართ ჩვენ აპარა გაიხარეთ დიდი მადლობა ჩემო რაჭველებო მიყვარხართ ყოვლადწმინდა დავილოცე აბა თქვენ იცით ყოვლადწმინდა ხოტევიდან ნიკოლწმინდა ხო ვთქვი აბა ხო დიდი მადლობა ყველას ვერ გშორდებით იყავით გაიხარეთ კარგად ბრძანდებოდეთ გამოიწერეთ დაალაიქეთ ზარის ღილაკი დააყენეთ აი ამ ლამაზი კუთხის ხათრით აბა ხო კარგად ჩემო ძვირფასებო ბიჭო პაშაძია დაგჭა პაშაძია შაოლზე წავედით